დაპირისპირებამ დღეს თბილისის ზღვიდან მერიაში გადაინაცვლა მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველებთან ერთად მეტრომშენის ყოფილი თანამშრომლებით შეიკრიბნენ, ვისთვისაც სადაოდ ქცეული კორპუსები აშენდა. ორივე მხარე სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დოკუმენტებს იშველიებს. ახლა გადაწყვეტილება მერიამ უნდა მიიღოს. დატოვებს ბინების გარეშე მეტრომშენის თანამშრომლებს თუ 108 ოჯახს, რომლებიც იქ 11 წელია ცხოვრობენ, ქუჩაში გაყრის. სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ მერიაში კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ვიცემერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ჯერ მხოლოდ ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემებს გაეცნო. ძირითადად შედეგი არის, რომ ჩვენ შევთანხმდით ფორმატზე იმ ჩარჩოზე, რომლის ფარგლებშიც მერია ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს. მდგომარეობა თბილისის მერიასთან რამდენჯერმე დაიძაბა საღამოს 6 საათისთვის მუნიციპალიტეტთან ლოტკინის დასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები მივიდნენ. პარალელურად შეკრება დაიწყეს მეტრომშენის ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმაც 205 და 204 კორპუსებში მცხოვრები 108 ოჯახის გამოსახლებას სწორედ ისინი ითხოვენ. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ბინები მათ კანონიერად ეკუთვნით. 2003 წლიდან დღემდე ბუაძე იმ დონეზე დაგვიყვანა, რომ ქუჩა დავდივარ. ორდერებიც აგვაქვს. დამამტკიცებელი საბუთიც აგვაქვს ყველაფერი. საქართველოსთან მივდივარ და საქართველოს მადლებს გაუმჯობესების უფლებას 2013 წელს, როდესაც გამგეობის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება აღარ არის, იწყებს გასხვისებას. დაპირისპირება მხარეებს შორის მერიის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა შეხვედრაზე. შენობაში მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები შეუშვეს, რასაც მეტრომშენის თანამშრომლების მხრიდან ხმაური მოყვა. დაპირისპირებულ მხარეებს მედიატორის როლი პოლიტიკური გაერთიანება რეფორმატორების ლიდერმა შესთავაზა. ირაკლი ღლონტმა ხელისუფლებას შეუსრულებელი დაპირებებით შეახსენა. იყო დაპირებები, რომ არც ერთი დევნილი, არც ერთი უსახარო არ იქნებოდა საქართველოს და თბილისში. მაგრამ შედეგად მივიღეთ, რომ ქალაქ თბილისის დედაქალაქის მერიით გამართული საპროტესტო აქციები, სადაც თანამოქალაქეები უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან. სადაობინები, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში მეტრომშენის დაფინანსებით აშენდა სოციალურად დაუცველებმა, როგორც თავად ამბობენ, უკვე ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში 2003 წელს დაიკავეს. ხვევიან იმასაც, რომ დაუსრულებელი კორპუსები მაშინ საჯარო რეესტრში გატარებული არ ყოფილა. 2007 წელს კი ეს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. როგორც სოციალურად დაუცველები ამბობენ, მათ მიან გარემონტებული ფართები გასულ წელს უკანონოდ გაასხვისეს. არ დავთმობ, მე ჩემი ბინიდან არ გამოვალ. იქვე მოვიკლავ ჩემი შვილების წინაშე. ისტორია დაიწყო 2006 წლიდან, ვინაიდან ჩვენ ხალხმა ვაღიარეთ, რომ კორპუსები არსებობდა, თუ გავაკეთეთ, ვაკეთებ და საბუთალურად მინდოდა ყველაფრის დაკანონება. ეს ერთი მეშოკი საბუთები, მე მგონი არაფერი არ არის ამასთან შედარებით. ეს ერთი ფუნქცია, ეს არის საჯარო რეესტრის სამონაწილო ბინაა ჩემი. საჯარო რეესტრის ცნობამ ფლობელობის შესახებ და სასამართლო დადგენილება აქვს მეორე მხარესაც. მეტრომშენის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კუთვნილი ბინების მისაღებად რიგში წლობით იდგნენ. დაუმთავრებელი მოაჯირები აქ არისო, ლიფტი აქ არისო. პატარა ბავშვები მყავდა, გოგორი შემოვიდოდი, ველოდებოდით, რომ რა თქმა უნდა ეს გაკეთებულიყო ყველაფერი. მეტრომშენის წარმომადგენლებთან მერია შეხვედრას მომავალ კვირას აპირებს. მანამდე 108 ოჯახის გამოსახლების საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება.